გამარჯობა, მოგესალმებათ ქვეყნის მეხუთე და სამართალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. და დღეს გერთვებით კარანტინადან ჩემს 6000-იან გოგოებთან ერთად. ქალბატონო სალომე, რა 6000-ია გოგოებთან ერთად ორნი ვართ სულ? სამი კაცის შეკრება ისჯება 3000 ლარით, 3000 შენ, ანუ ჯამში სულ 6000-იანი გოგოები ხართ. მართალი ხარ. რატომ კარანტინა და არა კარანტინი? კარანტინში ქალებს უწევთ სახლის ლაგება, საჭმელების მომზადება, სარეცხის რეცხვა. გამოდის, რომ კარანტინი მდედრობითი სქესის ვითარებაა. და რადგან მდედრობითია, ამიტომაც კარანტინა. ხო და ამ კარანტინაში მშვენივრად ვატარებ დროს. რაც მთავარია, ლობიო და წიგნები მოვიმარაგე. ლობია გვიყვარს სადაქალოს. და წიგნები ჩარჩისთვის მჭირდება, უკან რომ ჩამდეს, უხდება მაინც პრეზიდენტს. თუმცა არ დაგიმალავთ და ხანდახან ვეფხისტყაოსანსაც ვკითხულობ. მე ხომ თითქმის თამარი ვარ. და მაინტერესებს რა შევუყვარდი ასე ამ კაცამ ხელა ლექსი რომ დამიწერა. მოკლედ, როგორც ყველა იქცევა ამ სიტუაციაში და ამ კარანტინაში, მეც ისევე ვიქცევი. ვუყურებ სერიალებს და ვუყურებ წიგნებს. ასევე ვუყურე და ძალიან მომეწონა ბატონი ბიძინას TikTok-ი და ვამაყობ რომ მე ბიძინას კლასტერი ვარ. ქალბატონო სალომე, TikTok-ი თქვენ ხომ არ გააკეთეთ? არა. ეგ ჩემი მისამართებელობა არ არის. მე TikTok-ი არა, მაგრამ გავაკეთე საქართველოში პირველი განმარტებითი ლექსიკონი. როგორ ეკადრებათ ქალბატონო სალომე? ეგეთი ლექსიკონი პირველად სულხან საბამ არ გააკეთა? სულხან საბამ გააკეთა უცხო სიტყვათა ლექსიკონი, მე გავაკეთე ნაცნობ სიტყვათა ლექსიკონი. წაგიკითხავთ რამდენიმე ნაცნობ სიტყვას. Je suis არის ნესვი. აქ გავაერთიანე ორი ენა, ფრანგული და ქართული. Je suis ფრანგული, ნესვი ქართული. არ დადაგები, იგივე არ დადაგები. რადგან კორონას გამო მოსწავლეებს დასვენება გაეწელათ, თვითონ სიტყვამაც წელვადიანობა განიცადა. მტკიცე-ტიკერი, ვიცე-სპიკერი. ბოდიში ტელეფონი მირეკავს გორჯესტანია. ხო გორჯესტან. კი. სამი კოვზი შაქარი ჩაიყარე. ესე გიყვარს შენ. კარგი, გავაგრძელოთ. სწავლა დიდება ხომ გაგიგონიათ? სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში მურაბდების. ხომ გაგიგონიათ? მურაბდების თუ გატკბილდების? ხო, ნუ შემეშალა ტკბილი მურაბით მაქვს დამახსოვრებული. ბოდიში. მოდი გოგოებო, ახლა გავახალისოთ ჩემზე დაბლამყოფი მოსახლეობა და ვუმღეროთ. თუმცა სიმღერამდე ერთ პატარა ლექსს გეტყვით. ფანდურს სიმები გავუბი, მოუმართე ნელა-ნელაო, როგორც ჭრიჭინა იტყოდა, აბა დელი დელაო. ასე რომ, იმედია მალე ყველა ჩვენთაგანი ნახავს იყოს ძველი, ჯანმრთელი და მალე გავატანოთ უკან მთლიანად. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მალე ყველაფერი ძვერებურად და კარგად იქნებაო. ქალბატონმა სალომემ თქვა ეგრე. დაიწყე. Una Martina, ოხ карантинам, ვერსად გავდივარ სახლში, ზივარ დგავარ, წევარ, ისევ ზივარ, ვკითხულობ შოთს, ხან საბასუხანს, ხან ბულკით ვაკეთებ სუხარს. აბა გოგოებო, 1, 2, 3-ია. ბიძინამ ძალით, ძლივს ამარჩინა, მაგრამ რა მინდა თუ კი გამყრელი ძემ სახლში დამარჩინა გვეუბნებიან, ნუ გახვალთ გზებში, დარჩით იზოლენტებში. რა კლარინეტი, კარანტინა, ცოტა დაგვინდე ჩვენო სალო, ჩვენო პრეზიდენტო ქალო. ეთრებათ სიტყვებს, ნუ გვეუბნები, ნუ დაგიხეთ ქეშურები. მომწინდა ბინამ, არ მინდა შინამ,
ობინა ჩაო სახლო ჩაო როდის გეტყვი ჩაო ჩაო ჩემო ხალხო გიდგა ვართ მხარში ოღონდ ცოტათი სახლში მეც ჩემო ხალხო გიდგა ვართ მხარში ოღონდ ცოტათი სახლში დარჩეთ სახლში დარჩეთ მამულში დარჩეთ გარაჟში დარჩეთ მიწა-წყალზე ერთი სიტყვით სადღაც აუცილებლად დარჩით